თბილისის მერიაში შესაძლო კორუფციის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ საკრებულოში გაკეთდა. ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირდა პირდაპირ შესყიდვის წესით ხელშეკრულების გაფორმება იმ კომპანიებთან, რომელთა მფლობელებიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებულები არიან. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი ხელშეკრულებების გაფორმებისას იკეთება დანაშაულის ნიშნები და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამ ბრალდებების პასუხად ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი დეპუტატი სერგო ხაბულიანი აცხადებს, რომ მისმა კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა და ამ გზით მოიპოვა სამუშაოების ჩატარების უფლება. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კი უარყოფს ასეთ ბრალდებებს. ნოემბრის დასაწყისში კომპანია დაგისთან პირადად დავით ნარმანიას თხოვნით გაფორმებულ საგზაო სამუშაოებზე ხელშეკრულება და კომპანია ცეკურთან, რომლის დამფუძნებელიც არის უმრავლესობის წევრი სერგო ხაბულიანი, ასევე ნოემბრის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულებები ჯამურად 4 მილიონი ლარის საგზაო სამუშაოებზე ირკვევა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ერთ-ერთთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად 3 თვის გასვლის შემდეგაც კი სამუშაოები დასრულებული არ არის. 3 თვის განმავლობაში ტენდერის ჩატარება მოესწრებოდა არაერთხელ. ყველაფერი არის ტენდერით. ელექტრონული ტენდერი არის, რომელსაც ვერავინ ვერც უნდოდეს ვინმეს ხელის გამართვა ვერ გაგიმართავს პესაზე. თუ დაინტერესება როგორ მუშაობს ეს კომპანია, ხარისხით შეამოწმონ, აქ არაფერი დარღვევები არ არის. თუმცა ეხლა როგორ ჩანს ეს ძალიან ესეთი სოლი წარმოდგენა 100,000 რაღაც იფრანგება, არაერთ და იფრანგებოდეს, უნდა იფრანგებოდეს ეს აღმიხსნას მან. ყველა პროექტი გამოცხადებული იყო ტენდერზე, პირდაპირ შესყიდვა ჩვენ პირდაპირ არ მისულვართ, იმიტომ რომ ტენდერში ზოგიერთმა კვალიფიკაციით ვერ დააკმაყოფილეს, ასე ვთქვათ, მოთხოვნები, იმიტომ რომ ტენდერებში ზოგიერთმა ვერ წარმოადგინეს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ვითხოვეთ ჩვენ, რომ ადამიანებო გავაკეთოთ ქალაქი, მოვაწესრიგოთ ქალაქი და არა ეს, ასე ვთქვათ, სხვა რაიმე მიზეზი ამის არ ყოფილა.